მოჯახში ვტრიალებთ და მამა ჩემი კეთილი ლანძღია კაცი იყო რა. მე ყველა მეორე სიტყვა ტყემალი, მარტო ტყემალი არა, ყველაფერს ურევდა ხოლმე მეორე მესამე სიტყვაში. ენის წვერზე როა ბულბული რა, ბულბული რა, მაგაფერი არა. ხანა ჩემი ხოც ეგეთი არ არის. ხო რა. სხვაგაკი არა მაქვს აღებული პროტოტიპი. კახეთში რა იმასავით ისმის რა ეგ არის. ლოცვასავი. ჩაურები ხო რა, აღარ მიდოდა ეგრე მეთქვა. აბა არ დამაცადე და იყოს ეგრე რა. სტუმრები ჩამოგვიდნენ თბილისიდან და ძალიან საყვარელი ხალხი უყვარდათ ხოლმე და უყვართ ჩვენთან სტუმრობა, ჩამოსვლა, კეიფი დროს ტარება და ამ ჩვენ სტუმრებს ჩამოყვათ ერთი საბერძნეთში კაი წლები ნაცხოვრი ქალბატონი სახელი მე მგონი ეკაი რქვა თუ აღარ სწორად ვახსოვს, უფრო სწორად ყაში პატარა ვიყავი ამ ისტორიას იმენტო ვიხსენებდა. ჩამოყვა და ეს ქართული იცის ტეხავს რა ქართულს, ყველაფერი არ ესმის რა. აბა გახურდა კეიფი მაგარი, კეიფი მიდის და ეს მამა ჩემი ადგება სადღეძელო სიძახის რაღაცა და უცებ წამოსდება რაღაცა შეიგინება და მოუტრიალდება და ბოდიშით ქალბატონო ეკავა რა წამოსდა. უნდა გააგზელებს ლაპარაკს კიდე. აი მეორე სადღეგრძელო, მესამე სადღეგრძელო და ყველა ჯერზე ეშლება ამ კაცს და ამ კაცს ბოდიშებს უხდის წარამა. ჩაიგინება ბოდიში. ჩაიგინება ბოდიში. ეს კაცი ცეცხლად ზის და უყურებს, არაფერს არ იძახებს კაცო. მორიგი სადღეგრძელოა და ფეხსიად გამაჩემი კიდე რაღაც სადღერძელო სიძახის და კიდე წამოსდა და მოხედა და ამ ეკაც ბოდიშება ხომ მომი შაღონდა. რა შეღონდა კაცი რა. თითო შეღონდა. კარგი ხარ.